თბილისში პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციამ ძირითადად ექსცესების გარეშე ჩაიარა, თუმცა მისი ერთ-ერთი მონაწილე დავით კაკრიძე ტაბულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა. პოლიციამ კაკრიაძეს გამაფრთხილებელი ოქმი გამოუწერა. მანამდე კი ტაბულას გადამღები ჯგუფი 1 საათით ხელოვნურად შეაჩერეს და მუშაობის საშუალება არ მისცეს. არსებობენ ასეთი ადამიანები, სად წავიღოთ ესეთ? სადაც უნდა იქ წავიდონ, ეხლა ჩვენ მოხავთ. რატო უნდა გაყარო? არა, კაცო. თბილისში ადრეც იყვნენ. სოროში შევიდე, სადაც არიან იქ იყვნენ. რას რატო არ ვეკითხები, კაცო? რომელი ტელევიზია? ტაბულა. ტაბულა. შეგოლეიშვილის ისინი არის. ხოდა მითხარი თუ ეგრე ხვალ კამერა გატი და ვილაპარაკოთ. კამერა რატო უნდა გავწიო, კაცო? აჯი. პატრული, პოლიცია. ჩემი უფლება არ იყო, ვაი, დედამო. პატრული ვერ ხედავს ამას. რა უფლება დავერქვი? ლაპარაკე. საჯარო სიცეში ხარ და გიწევს აქ. ჩემი უფლება არ იყო, ვაი, დედამო. რომელი უფლება დავარქვი შენ? ვაი, მიდაბა, რატომ მიღები? რატომ მიღები? სამართალდამცავებთან შელაპარაკების გამო კი საპატრულო პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა. აქტივისტი რავი, გაურკვეველი მიზეზებით მოგყარის აქციიდან, რასაც ქვია. მიზეზებს ვერ ასახელებს ვერავინ. არ სურვილი აქვს თუ აღვიხსენ ამის შესახებ. 9 აპრილის მემორიალთან გაშლილ კარავში ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის დაყენების მიზნით ხელმოწერებს აგროვებდნენ. 30,000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფი პარლამენტს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის შესახებ კანონიდან სიტყვების, გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია ამოღების მოთხოვნით კანონპროექტს წარუდგენს. სრულიად საქართველოს გვარიშვილი ვითვალისწინებთ რა ქართული ოჯახის ტრადიციებსა და სიწმინდებს ხელმოწერებით ვადასტურებთ სახალხო მოთხოვნას ანტიდისკრიმინაციული კანონიდან საზოგადოების უმრავლესობისათვის მიუღებელი სიტყვების, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის დაუყოვნებლივ ამოღებას. მოვითხოვთ გაუკუღმართებული ორიენტაციის ქმედებების, პროპაგანდირების უფლებების კანონით აკრძალვა. საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ბიზნესმენი ლევან ვასაძე შეუერთდა. იგი აქციაზე რამდენიმე წუთით მივიდა და მოთხოვნას ხელი მოაწერა. ვგმობ ამ კანონს და მოვითხოვ მის გაუქმებას. ეს არის ქვეყნისა და ერის გარყნის და სულიერი დეგრადაციის კანონი. ეს არის პირველი ნაბიჯი პროგრამაში, რომელსაც ჩვენ გვახვევენ თავს და რომლის წინააღმდეგიც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ერთხმად ამ კანონის მიღებით ჩვენმა პარლამენტმა ჩაიდინა არადემოკრატიული აქტი, იმიტომ რომ მან მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანას არ უნდა. აქციაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანიც მივიდა. მისი თქმით, ყველაფერში დამნაშავე საქართველოს პარლამენტია, რომელმაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. ეს პარლამენტი, რომელსაც ეს კანონი მიიღო, ჰომოსექსუალების ისა, ეს უნდა დაიშალოს ეგ პარლამენტი, არ უნდა არსებობდეს საერთოდ საქართველოში. კავკასიაში, ჩემი ხალხი აქ ადგას სულ. მე ავათავარ, ეხლა ფერდობის ატებ მოხდარ. სულ ნახევარზე ჩემი ბიჭები არიან აქ დგანან. გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ უსუპოვია თუ უსუპაშვილი ამ კანონის მიღება მაგისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება. აქციის მონაწილეები კანონპროექტის მიღებაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ. პარლამენტარები მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან გვაქვს ზეწოლა. არ გავიგო, ვინმე მიცეს, ესე იგი წინააღმდეგ ხმაო და მართლაც კომუნისტების დროს კომუნისტური და ბოლშევიკური შესაშურობით მიიღეს კანონი 120-0 წინააღმდეგ. ეს არის სირცხვილი. მე მაქვს მიმოწერა ოსჩვენ ძმებთან, აფხაზებთან. ისინი არიან განცვიფრებულები, რომ როგორ მოხდა, რომ თქვენ პარლამენტში სულ ყველა ბოდიში და პიდარასტი ყავთ, რომ ერთი კაცი როგორ არ ყავთ, რომ უარყოფითი ხმა მიეცაო რა და მწხვენია ხოლმე ამას რომ მეუბნებიან. აქციაზე სასულიერო პირები LGBT პირების მკურნალობის ინიციატივით გამოვიდნენ. მოგვანდე ჩვენ ეს ხალხი. ჩვენ მას უმგუნალებს, მართალია.
ძლიერ მომქმედი სულიერი შეგონებითა და სწორედ იქნება წავალი, მაგრამ აუცილებლად ერი იქნება ჯანსაღი და ამისათვის პირველად მადლობელი იქნება სწორედ ამ ცოდვაში ჩავარდნილი ადამიანები. რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირზე რამდენიმე მსვლელობა მოეწყო. ვეხმაურებით უწმინდესის გამოხმაურებას, რომ დღეს არის ერის ზნეობის ოჯახის სიწმინდის დღე. და ამიტომ ჩვენ მივესალმებით და თანაგრძნობას გამოვხატავთ. ყარად უდგებით გვერდში ჩვენს უწმინდეს. თელმა თბილისმა და ქართველმა ერმა გაიგოს, რომ ჩვენ გამოვედით საქართველოს დედაქალაქში და დავგმეთ ამ მამათმავლების მოღვაწეობა საქართველოში და ამის შემდეგ 17 მაისს მხოლოდ ვიზეიმეთ მართლმადიდებლური სარწმუნოების ზეიმს და სასტიკად აგრძელებთ ამ მამათმავლების გამოსვლას საერთოდ. უზნეობის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია 29 მაისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან იგეგმება.